მე არ ვცდილობ, რომ იმის გამო რომ ხალხს ასე უნდა გამოვსწორდე და სხვა ადამიანი გავხდე და ხალხს არ ვთავაზობ, რომ ხალხო მითხარით, აბა როგორი გინდა ვიყო, ისეთი გავხდები. თქვენ რომ მოგეწონებათ ისეთი ვიქნები, ამას არ გეუბნებით. მე გეუბნებით რომ მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, ასეთი ვიყავი. 9 წელია ერთი და იგივეს ვიძახი. და იმ ხალხს, რომელიც ჩემნაირად ფიქრობთ და მიგაჩნიათ, რომ როგორც არ უნდა ვიღაცა არ მოგწონდეს, თუ ის საღაზრს ლაპარაკობს, მარტო ის ერთადერთი არჩევანი გაქვს. ექიმი რო ცუდი ხასიათის იყოს, მაგრამ მას შეეძლოს შენი მორჩენა. და მეორე ექიმი, რომელიც კაი ხასიათის არის, მაგრამ არ იცი მოგარჩენს თუ არა. რომელს აირჩევ? ზუსტად იგივეა ჩვენ პროფესიაშიც. არის ხალხი, რომელსაც ინტელექტს შენ პასტივს არცე. მას არ შეუძლია საკუთარ თავთან დასვას კრიტიკული კითხვები და აღიაროს შეცდომები. უბრალოდ რაღაცაში გეთანხმება, რაღაცაში არც უფიქრია, რაღაცაში რაღაცა არის და რაც პრინციპული საკითხია საბოლოო ჯამში, იმ პრინციპულ საკითხზე გიჭედავს. და გიჭედავს, იმიტომ რომ არ იცის, იმიტომ რომ ეშინია, იმიტომ რომ რაღაცას შვება და გთხოვს რომ იყოს სულელი. ცოტათი სულელი იყო, კაცო, აი მე ხო სულელეს არ გთხოვო. ცოტათი სულელეს გთხოვო, გეუბნება. აი ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყავი სულელიო. აი სოფელში ხალხის წამოსვლა არ წამოსვლა ქალაქში ცხოვრება თუ სოფელ ამასთან დაკავშირებით იყავი სულელიო. ისე არ იყო ზოგადად სულელიო, კაცო, რავი, სასამართლოზე იყავი ჭკვიანი, პრობლემა არ არის, მაინც არ მაინტერესებს ის სფერო. მაგრამ მე რაც მაინტერესებს, იქ იყავი სულელი, ამას გიკვეთავს, გესმის და მე ვინაიდან პატივს არ ვცემ სულელებს. მე უნდა ცდარაზრს ზოგადად პატივს არასდროს არ ვცემ. ანუ რა, თუ ვიცი რომ ცდარი აზრია, რა ჯანდაბად მინდა მისი დაცვა. ჩემი ამოცანა ხო ის არის, რომ ჩვენი რაც უფრო ასაკში შევალთ, რაც უფრო დავბერდებით. ვიპოვოთ ის ადამიანები, რომელთა ინტელექტს პატივს სცემთ, რომელიც ღირებულს შემოგმატებს ლაპარაკის დროს, რომელიც გულწრფელია. და არა ხალხის მასა, რომელიც ჩასაფრებულია, რატო ვარ ვალდებული, რომ იმის გამო, რომ ხალხს რაღაცა მოწონს, რომელიც მაინც ბოლოს ასეთ ხალხს, რომელიც სრულიად უპრინციპოა და ბოლოს მაინც ფულს აძლევს ხმას, რომელსაც მეტი ფული ექნება, დაინახავს ძალას, ესე უყურებს ამ ძალის საკითხს, იმას შემოხაზავს და მე საერთოდ სხვა ხალხზე ვდგავარ. მე ვერასდროს ვერ ვიდგები ისეთ ემოციურ, ფსიქიურად შეუმდგარ ადამიანებზე, რომლებსაც რაღაცა ეწყინებათ და მე გინებას ატეხავენ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიღაც არსებობდა აუცილებლად, რომელიც ჩემი ჰეითერი იყო რაღაც იმ კონკრეტულ საზოგადოებაში, მაგრამ ის სულელად ითვლებოდა. ანუ არასდროს იმას პატივს არავინ არ ცემდა იმ ხალხისგან, ვისაც მე ვცემდი პატივს და ასეც არიან, დღესაც ესე დაბოდიალობს, რავი, აი ტიპი სოცდახმარებაზეა, მათხოვრობს ახალგაზრდა ტიპი, რაღაცა იმას აქვია, მშობლებს ან ვიღაცას სიგარეტეს ფულს თხოვს და რავი შენ გაგინებს იმისი სოფლის თუ ქრისტიანობის თუ რაღაცა დაცვის მოტივით. იმის პატივისცემა რა ჯანდაბად მინდა. მე მინდა ნორმალური ხალხის პატივისცემა. ნორმალური მას კი არ ვიზახი ფული ხონდეს. არამედ აი საკუთარ სიტყვას, საკუთარ მორალს, საკუთარ როგორ გითხრა აი საქმეს რო აფასებს. თუ კარგ რჩევას მოგცემთ, ჩვენს უგავიზიარებთ და თუ დაგვარწმუნებთ რომ როგორ გავხდეთ უკეთესები, უფრო სათნოები და უფრო ფაფუკები. ну კი ბატონო ისე რომ ამით არ დაიკარგოს ჩვენი სხვა ღირებულებები კი ბატონო მზად ვარ რჩევებისთვის მაგრამ თქვენ გინდათ რომ ჩვენგან სხვა ადამიანი გამოიყვანოთ თქვენს გემოვნებას მოარგოთ იცოდეთ რომ თქვენ ბევრი ხართ ჩვენ ცოტანი და ჩვენ თუ ვეცადეთ რომ ყველას გემოვნებას მოვერგოთ თქვენსას ეს როგორ გითხრათ ფლექსიბელურობის ისეთ მასშტაბს მიაღწევს რომ გარეშე დაკვირვებული თვალით მიხვდება რომ თავისი შინაარსით ეს არაფერია თუ არა ერთი ადგილის თამაში უპრინციპო ამორჩეველთან და ჩვენ ასეთი ხალხი არ ვართ.